13 მარტს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში სოხუმელი მწერლისა და კომპოზიტორის ნინო მირცხულავას იდეითა და ინიციატივით გაიმართა საღამო თემაზე აფხაზეთი ჩვენი. პროექტი გულისხმობს სხვადასხვა პროფესიისა და თაობის წარმომადგენელთა გაერთიანებას აფხაზეთისთვის. ისინი ცდილობენ ენგურს მიღმა მოსახლეობას დაანახონ, რომ მათი ფიქრები 30 წლის შემდეგაც მშობლიურ კუთხესთანაა დაკავშირებული და წუთითაც არ დაუკარგავთ იქ დაბრუნების იმედი. პროექტში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ ემიგრანტები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან. ასევე საღამოს ესწრებოდნენ ნინო მირცხულავას მეგობრები, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ მოწვეულ სტუმარს, ცნობილ მომღერალს ირმა სოხაძეს და სხვა ხელოვნების დარგის წარმომადგენლებს უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელები გადასცა. წლებია 3 წლის მანძილზე ვიჯექი და მუშაობდი, წერდი ჩემ წიგნებს, ლექსებს, მოთხრობებს, სიმღერებს, მაგრამ ეს არ არის მნიშვნელოვანი. რომ ხედავდი, რომ ხალხი წამოვიდა და სიყვარულით დაიწართა ჩემი ნაწერები, ვიფიქრობ, რომ რაღაც უფრო მნიშვნელოვანი იყო გასაკეთებელი, რომ გამეერთიანებინა ადამიანები, მიუხედავად სხვა პოლიტიკური ნიშნისა, აფხაზეთის სიყვარულში. აი ამისთვისაც შეიქმნა ეს ჩემი პროექტი აფხაზეთი ჩვენი. ემიგრანტების ჩართულობით, თბილისელებისა და არათბილისელების, ცნობილებისა და არაცნობილების, აი მონოლოგებით, ლექსებით, მოთხრობებით და ნებისმიერი შემოგებლებების სფეროთი. დღეს შეიძლება თამამად ვთქვა, რომ ეს საღამო შედგა და ძალიან ბედნიერი ვარ, ამდენი ადამიანი ხალხის გუწველი თვალები დავინახე. ქალბატონი ნინო მირცხულავა უკვე ჩვენ წლებია გვანებივრებს შესანიშნავი წიგნებით, შესანიშნავი ლექსებით, სიმღერებით და ძალიან საინტერესო ემოციური, ესეთი როგორც დღეს იყო, ღონისძიებებით. ნინოს უდიდესი დამსახურება არის ის, რომ მან მოახერხა და შემოიკრიბა თავისი ირგვლივ ადამიანები, რომლებიც დღე და ღამე ფიქრობენ და ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ჩვენ რაც შეიძლება მალე დავბრუნდეთ აფხაზეთში. მართლაც ეს 30 წელი, რაც ჩვენა ესე სრულიად წარმოუდგენლად რაღაცაერად გაგხვლიჩეს და გაგყვეს. ნინო, მეგონი დღე არ გავა, რომ რაღაცა აგური არ დადოს, რაღაცა მარცვალი არ ჩააგდოს ამ ჩვენი გამთლიანების საქმეში. იცით, ეს ძალიან დასაფასებელია. აი ეს რაღაცა საშინელი განხეთქილება, რაც ჩვენს შორის მოხდა, არ ვიცი ეს რანაირად მოხდა და რა ძალები ჩაერია ამაში, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს აღარ ვართ ერთად. ეს ბევრი ჩვენგანისთვის არის სრულიად წარმოუდგენელი, მიუღებელი, მაგრამ ნინოსთვის კიდევ უფრო. ნინო ამას განიცდის როგორც პირად ტრაგედიას. და ამიტომ არის ასეთი გულიანი მისი ყოველი ასეთი საღამო, ყოველი სიმღერა